პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დეპუტატებს რუსეთის ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას აცნობს. შეხვედრა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ინიციატივით იმართება. რა შეკითხვები აქვთ დეპუტატებს და რაზე ამახვილებს ყურადღებას თავად ზურაბ აბაშიძე, მირიან გორგოძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ უკვე 6 თვეა რაც ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსა და რუსეთს შორის. ზურაბ აბაშიძის თქმით, სწორედ ეს პროცესი არის გარკვეულად დადებითი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ორ ქვეყანას შორის აღსდგა ორმხრივი დიალოგი ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სწორედ ამ პროცესში გამოიკვეთა გარკვეული დადებითი ტენდენციები. საქართველოსათვის საუბარია სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენაზე და მოგვარებაზე, რომელზეც ორი ქვეყანა ინტენსიურად მუშაობს, ამავე დროს საავიაციო და სატრანსპორტო რეისების აღდგენაზე და ასევე ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ ორმხრივი დიალოგის პროცესში გარკვეული კონკრეტული დადებითი შედეგებიც არის გამოკვეთილი. საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან სავიზო რეჟიმი გამარტივდება და ასევე უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოსთან რუსეთში გარკვეული პროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. ჩვენ გავსაზღვრეთ ის თემები, ის მიმართულებები, სადაც თანამშრომლობდით რუსეთთან, ეს გახდა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, ჰუმანიტარო-კულტურული ურთიერთობები. აი ამ მიმართულებით მე მგონი, ის ამოცანები, რაც ჩვენს წინაშე იდგა, პრინციპში განხორციელდა. მხედველობაში მართვის, რომ ქართული ექსპორტი რუსულ ბაზარზე ბრუნდება, სატრანსპორტო კომუნიკაციები პრაქტიკულად აღდგენილია. იყო საკმაოდ ისეთი ხაზგასმით განცხადებული ნატოს დელეგაციის ხელმძღვანელისაგანაც, რომ ატომი ესალმება პროგრესს და ნაბიჯების გაფართოებას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. საკურველია, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ქართულ დიპლომატიაში და საგარეო ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული უბანი აბარია ბატონ ზურაბ აბაშიძეს და საინტერესოა მისი აზრების მასვენა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომას დღეს არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადადიან და შესაბამისად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ. ზურაბ აბაშიძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან.